ობიექტური მედია თუ არსებობს? მეტნაკლებად ობიექტური მედია არსებობს. ბოლომდე აბსოლუტურად ყველაფრისგან გათავისუფლებული მედია ალბათ ზოგადად ეს ფენომენი ვერ არსებობს. ადამიანი რას ვერ გაიგებს ვერასდროს? რა არის სიყვარული ვერ გაიგებს ვერასდროს ადამიანი რა ფენომენია ორ უცხო ადამიანს ერთმანეთთან ყოფნა რატო უნდებათ? ვერაფრით ვერ ხვდები ამას. აი სიგიჟე რატო ემართებათ და ზოგი რატომ კარგავს გონებას აბსოლუტურად, რატომ დებილდება ბოლომდე. შენ არ დაგიკარგავს? როგორ არ დამიკარგავს და ოღონდ ეს გონების დაკარგვა არის გარკვეული პერიოდი. 2 წელი გრძელდება, მე მიმეჩნია. შეიძლება რომ მთელი ცხოვრება აი გონება გქონდეს ეგრე დაკარგული. არა, მე მიმაჩნია რომ ის 2 წელი ხარ ჩვეულებრივი ავადმყოფი. მომატებული მაჯისცემით, რაღაც გაფანტული გონებით, მაგრამ ეს ვნება ასე ვთქვათ 2 წლის შემდეგ ქვემოთ ჩამოდის და შემდეგ რატომაც რჩებიან ადამიანები ერთად. აი ეს არის უკვე ალბათ სიყვარული. პატივისცემაზე დაფუძნებული შვილები, რაღაც საერთო ინტერესები, საერთო ბიუჯეტი, საერთო საზრუნავი, ამას უფრო დავარქმევდი სიყვარულს. სექსუალური პოლიტიკოსი? მომხიბვლელი რო ვთქვა? იმიტომ რომ ზოგადად ესე სექს სიმბოლოდ არ აღიქმებოდა, მაგრამ ძალიან მომხიბვლელი, ძალიან იდეალური იყო ვერა ქობალია.